დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ. აი ამ ან სხვაგვარი ლოცვით ხშირად იწყებთ ხოლმე Facebook-ზე, სოციალურ ქსელში დილას. რატომ? რატომ? ესე იგი მე გაგრძელებაც აქ ის გამოტოვეთ რატომღაც დილამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. კეთილ ადამიანებო. კეთილ ადამიანებო. თავარი ეგ არის, ასე ვთქვათ. ანუ თავარი არის დილამშვიდობისა. ანუ დილა იწყება დილამშვიდობით და ამიტომ იწყებ პასუხი და რატომ ესე იგი დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება? იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ესე იგი მორწმუნე ვარ და ღმერთის დიდება ჩემი ცხოვრების ნაწილია და ამას ვაკეთებ, სხვების დასანახად. ხო, ეგეც მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი ვენახები სხვებს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ პოპულარობა, ასე ვთქვათ, მორწმუნეობის ცვალებადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი ადამიანმა ღიად თქვას, ესე იგი თავის სათქმელი. რაც შეეხება ქვეყანაზე მშვიდობას, ეს ყველამ ვისწავლეთ, რომ ძალიან მაღალი ფასეულობაა, ასე ვთქვათ, ანუ ომის არ ქონა და მშვიდობა და აი ოჯახზე რო ვლაპარაკობთ, ბიზნესზე რო ვლაპარაკობთ, ყველგან მშვიდობა ძალიან მაღალი ველიოა, ასე ვთქვათ, და კაცთა შორის სათნოება, ანუ ადამიანთა შორის იგულისხმება, ცხადია, ცუდია რომ კაცად არის მოხსენიებული, მოკლედ ეს არის ურთიერთობები. ესე იგი, მე რომ ერთი სურვილი თუ სამი სურვილი ოქროს თევზი რო დავიჭირო, ესე იგი ამ სამ რაღაცას ვთხოვდი რა. და მოკლედ მგონია რომ ყველა ბედნიერი იქნებოდა ამ კომპლექტით. და დილამშვიდობას რატო ვეუბნები და ეგ გასაგებია ზუსტად. მიყვარს ეს. ოქროს თევზი ახსენეთ და ოქროს თევზზე სხვა სურვილიც გქონდათ, ეს არის რომ 1000 კილომეტრის რადიუსითო მიცნობდეს ყველაო. კიდევ 30 წელს ვიცოცხლო და ამის მერე დაიწყება ჩემი არა შრომა, არამედ მოღვაწეობა. ანუ ეს ოქროს თევზის სურვილებიც იცვლება ხო რაღაც პერიოდში ერთხელ? კი ბატონო, იცით რა არის? ოქროს თევზის სურვილები, ესე იგი, ეგ ეხლა რაც გაიხსენეთ, კონკრეტული შეკითხვის პასუხი იყო, რომ თქვენი მიზანი რა არისო და ჩემი მიზანია მეთქი, რომ ხალხის ცხოვრება გააუმჯობესო და ამისთვის ეგ სამერავე მჭირდება. მაგრამ ჩემ მიზანზე მაღლა დგას საყოველთაო სიკეთე, ხო, ბუნებრივია. ასე რომ ეს დიდება ღმერთს და მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება არის, ესე ვთქვათ, რომ კაცობრიობისთვის რაც არის მთავარი. ყველასთვის, ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის და ის მეორე უკვე ვიწრო არის მე პირადად რაც მჭირდება, ასე ვთქვათ, ჩემი ასე ვთქვათ, მისიის განსახორციელებლად, რა ესე შეიძლება შევხედოთ. და ისე იცვლება, როგორც ადამიანი იცვლება, შენ თუ დილას სხვა შედიხარ და საღამოს სხვა შემოდიხარ, ცხადია რომ ოქროს თევზთან ლაპარაკიც იცვლება, ფასეულობების სისტემაც ვითარდება, ყველაფერი იცვლება ადამიანში. უცვლელი არის ცვლილება.